გამარჯობა, დღეს ჩვენი სტუმარია ჯგუფ რეგიონის სოლისტი ლაშა ნოზაძე. გამარჯობა ლაშა. პირველ რიგში სანამ დავიწყებთ გადაცემას, მინდა ჩვენს პარტნიორებზე და მხარდამჭერებზე გითხრათ. ჩვენი მხარდამჭერია ბელგიური ბრენდი QNT, რომელიც არის საკვები და ნამატების ბრენდი და აქვს ძალიან ბევრი ხაზი, მოკლედ პროტეინ ბარები, ჩიპსები, გაგიკვირდება და ჯანსაღი ჩიპსიც არსებობს თურმე. ჩიჩიები. და არის ვეგანური, რაც მთავარია. და ნუ სამარხოც თუ მარხვაზე ხარ შეგიძლიათ და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ენერგია. კი ბატონო. შეგახსენებთ რომ შეგიძლიათ შეიძინოთ ავერსის სააფთიაქო ქსელში, მხოლოდ ავერსში. კურსი ჯისმინდა კიდევ მადლობა გადაუხადო ჩვენი პარტნიორობისთვის და შეგიძლიათ ყველაზე დიდი კურსით ძალიან მარტივად და სწრაფად გადააკონვერტიროთ თანხა და მადლობა მაგისთვის კურსი ჯის. ხალხა ხო არ გისარგებლია კურსი? აი თქვენგან გავიგე. პირველად ხო? და ონლაინ კურსი შეგიძლია. საინტერესო. კი. თამამად შეგიძლიათ მოიხმაროთ safe ვარიანტია. გავიწყოთ მაშინ და თავიდანვე დავიწყებ როგორც ყოველთვის hometown-ი შენი რუსთავი ხო? რუსთაველები ხართ. ყველა იქ შეიკრიბეთ და როგორ მოხდა ზოგადად მე როგორც ვიცი სადღაც 2000-იანების შუაში ამბავია ხო? ეგა 2008 თუ 2008 კი, ათლა დავიწყოთ იქიდან საიდანაც გამოჩნდა. ანუ პრეისტორია და იქამდე არა პრეისტორიაც საინტერესოა 2008 არის შექმნის. კი. და იქამდე რა ხდებოდა? იქამდე ძიების გზები და რამოდენიმე მარტო რო ჩაწერ მეგობრებთან ერთად რომ ჩაწერ და გაგამყარებს უბრალოდ ის მანამდე გზა რომ მიხვიდე დაუძახო მეგობრებს და რა იყო პირველი მუსიკალური ინსპირაცია რომ აი უნდა დაუკრათ. საერთოდ აი 2008-მდე მისვლის მართლა აი ხავი პროსტა იჯექი. ახლიდან კითხე. კაი, რა ვთქვათ? არა, დავიწყოთ პირველი კითხვიდან, ხო, ინსპირაცია მინდოდა მე რომ მეკითხა რა იყო თავიდან შთაგონების წყარო, ხომ არ იყო კონკრეტული არტისტი, ან მიმდინარეობა ვიცით რაშიც. როგორ არა, ხო, სხვა ფიზიკურად არც რა თქმა უნდა და ის მოდის ღრმა ბავშვობიდან დიდი პატივისცემით, მეგობრობით სხვათა შორის, როცა უფროსი მშობლები ყავს და შენ პატარა ხარ და იმათგანაც გესმის რომ ეს რაღაცა ისეთ რეკლამას უკეთებს ასაკი რომ ახლა ის ენდობა შენს გაინტერესებს. დიახ, მეგობრები, აი როგორ თქვა, უფროსი მეგობრებისაც მშობლებშიც ხო ხა მრავალფეროვანი გემოვნება იმ პერიოდში ფრანგული მუსიკა ალბათ ჩვენს ბავშვობაში. კი. ნუ ჯოდასენის პერიოდი და ჩელეს პერიოდი აქეთ ну დიდი მუსიკის Pink Floyd-ი ეს ხო საერთოდ ცდება იმას რა ქვია საზომებს და ჩემთვისაც ასეა და იქვია ის Bob Marley-ც იქ ну თავიდან ალბათ ყველას ეგონა რომ ვიღაცა ქეშიკაცი მღერის რაღაცებს მაგრამ როგორც კი სიღრმეებში და ცოტა ენის თუ მდგომარეობის ცოდნის შეზავებით უკვე ხვდებოდი რომ გმირთან იყო ზედაპირულად რა თქმა უნდა ეგეც ძალიან დიდ კაცთან იყო თორმე ამბავი კი ფაქტიურად იმათი დავითი ეგ არის აღმაშენებელიც და ყველაფერი კაი მოკლედ იამაიკელი ხო თუ იამაიკელზე მაგაზე ცნობილი იამაიკელი ალბათ ხო აწი უკვე ბევრი ფეხბურთელი ბევრი მოდელი კი ბატონო მუსიკალურ სივრცეში და პოლიტიკურ სივრცეში ყველაზე მთავარი კიდე რომ მისმა მუსიკამ კოლონია აქცია ქვეყანად და აქცია მაგარ ქვეყანა, ტურისტულ ქვეყანა, თავისუფალ ქვეყანა. მაგრამ ფეხბურთელები ბევრი ყავთ, მაგრამ ეს პირველი შეხება, ანუ პირველად რომ გახსოვს რა ტრეკი იყო, ან ვიდეო თუ არა, ხო? იმიტომ რომ დიდი არჩევანის პრინციპში ფლიანი ფირფიტა გახსოვს, ეს ხო ფირფიტები, ბაბინები, მერე კასეტა, რომელსაც რევერსის მაგნიტოფონი ატრიალებს და ხო ესე რა და ძირითადად სულ ერთი და იგივე იყო ნუ ფაქტიურად ერთი the best ხო კი ეს არაოფიციალური გამოცემები რაღაცები იყო ხოლმე სულ ხო იქ ვომანოქრაი ალბათ ყველას ეხლა რატომღაც რომ გაცნობის ხელის ჩამორთმევა ეგ იყო მაგრამ იმის იქით თურმე რა ამხელა ბაზადებს და რამდენი ალბომი თანდათან გახდა ცნობილი რა რამე ისეთი ტრეკი გააქვს აი რომელიც ძალიან ცნობილი არ არის და შენ ჭყალებში აღმოაჩინე გაპოპულარული ჩვენ აი ხო არის ხოლმე ძალიან არტისტებს თვითონ არ უყვართ რა თავიანთი ძალიან დიდი ტრეკები რა ჰიტები რაც არის და ეგეთი რამე ხო არ გაქვს ბობის რომ
არა უფრო პირიქით ანუ რაც ყველა მიცოდა ალბათ უფრო მაგეთ ხა ეს თვითონვე გამღერებს დაკვრა როგორ დაიწყე მან როგორც ვიცი არ არის ეგეთი მარტივი დასაკრავი ეგ რა ანუ არა რთულია პირდაპირ გეთახმები რომ მარტივი გეს რთულია ისეთი რითმიკა აქვს რა თითქოს ერთია და აი ამ ერთის გაჭერა მთელი ამბავი რომ იმ ერთში საერთოდ არ ჯდება ანუ ქართულ რეალობაში ან საქართველოს ბევრია რეგის მსმენელი ჩვენით ნუ გავზომავთ და არის კი მე უფრო იქით წავიდოდი რომ ეს სახელი თვითონ და რაღაც იქ რო არ ჩავიდეთ რომ იმათი სახელია რა ხდება მან ისეთი მარტივი ერთი შეხედვით მარტივი წყობა თითქოს რომ მეორდება ხო ეხლა აქეთ რო წამოვიდეთ ჩვენი ფანდურის წყობაში ვთქვათ და ერთი მასში და საინტერესო მოყოლა სადაც თხრობაშია ცვლილებები ის დგას აი აქ ხედავ იმას მეგობრობას კი რომ სახალხო მუსიკა ესე იგი ჩვენთან კაფეები ხო რაღაცა გინდა მთის ამბები გინდა ორ ინსტრუმენტში გადაწყვეტილი ამბავი მაგრამ დიდარი ტექსტუალურად თუ პოლიფონიურად აი ეს კვანძი არის ორივეს გამაერთიანებელი ესე მგონი კარგად გადაადნეს კი თორე ესე პირდაპირ უთხრათ რომ რეგე თუ იცი ეხა კი იცის უკვე ბევრმა მაგრამ იყო პერიოდი რომ აი რეპია რეგია ისი ნუ სინამდვილეში ხა რო წამოვყვებით და ყველაფერი ერთი როკ მიუზიკ პირდაპირ როკ ენ როლის და როკის ბუდიდან წინა ეპიზოდში ვთქვი ეგ რომ ჩვენთვის ისედაც აი ესეთი დაყოფა უკვე მგონია რომ არ არის სწორი კლასიფიკაცია ხო იმიტომ რომ ყველაფერი ექსპერიმენტალურია და ყველაფერი კავშირშია მაინც და ვერ იტყვი რომ ხო ეს ცალკე რაღაცა ერთი მიმდინარეობა ადვილად მიიღო აი რა დიდი ხანი დაგჭირდათ რომ სცენა მაგალითად რო დაიწყეთ პირველივე ლაივზე არ იქნებოდა ალბათ ანშლაგი. რა თქმა უნდა, ყველაფერს რამდენი ხანი დაჭირდა იმასო რეგი დიახ, პრეისტორია რო ვახსენეთ. იქ იყო სანამ რეგიონი გამოჩნდება. ესე როგორც ჯგუფი იყო ესეთი სიმღერა თავისუფლება შენ, რომელიც რეგიონამდეა. და ეგ არის იმ დროს შეწერილი ჯგუფები საერთოდ ძალიან ცოტა იყო ლაივ ბენდები, უფრო ფონოგრამის პერიოდია 2000-იანებში 99-90 ყველა პირს აღებს მოკლედ. ხო, ესეთი მომენტი იყო და აი მაგ დროს შეიწერა ეს სიმღერა თავისუფლება შენ და ეს რახან უკვე გასული იყო დატრიალებული მაშინ მაესტრო ხო არქივონალის ქართული და ფაქტიურად რეგიონი რო გამოჩნდა და დაკვრა დაიწყო და ეს დაუკრა, ანუ ეს უკვე ხო ნაცნობი იყო და რაღაც გზის გამკვალავში შეიძლება ვიშავოთ. ანუ ნიადაგი მოამზადა ეს რაღაც თვითონვე მოხდა, დიახ. ოღონდ ამას დაგეგმა და რაღაც ვერ გამოთვლი რა. იმ პერიოდზე ვაბარაკობ რა უნდა დაგეგმო ხო. არა შეუძლებელი იყო. და მე უფრო აი ხო, რა თქმა უნდა იწყება მცირე, მე ცოტა რაღაც საშუალო მასშტაბი ისის და ხდის ყველა. რუსთავში დაიწყეთ ლაივები? კი. ყველაფერი ჩემი რატომღაც ესეთი ახლო და ბიოგრაფიული ყველაფერი რუსთავთან არის პირდაპირ მასში. კავშირში ხო? მე რამდენი სტუმარი ვყავს რუსთავიდან ბოლოს დაემთხვა ძალიან გვიყვარს რუსთავი. კი, რუსთავი რაღაცა მუსიკალური მექა გაიჩითა ხო? რაღაც იყო და არის და ღვთისწყალობით ალბათ იქნება, იმიტომ რომ ისეთ დროს არის კერები იქ მუსიკალური. აი აკრძალულ დროს მაგალითად ბერმუხაბა ჩიკიტიაშვილი ხო ანუ საფუძვლები მთელი როკ მუსიკის და ერთი ამბების აი ამას ყვებიან ჩემი მშობლები როგორ იჭერდნენ იმ კონცერტებზე იმისთვის რომ იქიდეკი და იმ როკ ენ როლს უსმენდია ატომღაც ხო და რამხელა გაყვალვა გააკეთეს ხა და თბილისში როდის გქონდათ პირველი ლაივი ახსოვს ეგ თუ დიდი ხანი არ დასჭირვებია დიდი გზა რა თქმა უნდა ჭირდება თვითონ ჭირდება ამბავს მაგრამ დაკვრა მალევე მოხდა ფაქტიურად ერთ წელიწადში დაგვიძახა არდგენმა რომ და იმიტომ ვიძახით რომ არდგენს იმხელა წვლილია რომ ისე არა მარტო ჩვენთვის ბევრ ჯგუფს გავუღო კარი ბევრს პრინციპში შინაარსიან ფესტივალის ესა შეხმატკბილდით რომ ეხა ვიცი რომ თანა ორგანიზატორი ხარ ხო ფაქტიურად აი ამდენი წელი გავიდა უკვე რომ ერთი და იგივეა ჩვენთვის რაღაც ეს ყველაფერი რა რომ ვერ წარმოგვიდგენია სხვადასხვანაირად მაგარი ისე თბილისიც ესე მოყვა კი მისი სახით და მე დამოუკიდებელ ცურვაში მიდის უკვე სხვა ქალაქებში იქ ინტერესი ჩდება იმისა რომ თქვა კონკრეტული სიმღერა თუ თლიანობა მე ქვეყნის ფარგლებსაც გაცდით ხო და კარგად გაცდით რა ხდება იქეთ როგორ რაღაცები ვნახე რომ
იყავით. ხო, ეს ლატვია თუ ლიეტვა არ მახსოვს რომელი იყო? ლატვია, ლიეტვა. და პოლონეთში იყო ესეთი დამამახსოვრებელი ჩვენთვის ძალიან რეგელანდ ესე ერქვა ძალიან დიდი ფესტივალი იყო. რეგის ფესტივალი იყო. მარტო რეგი. და თურმე იმ ქალაქში საფესტივალო ქალაქია და სხვადასხვა მუსიკის ფესტივალებია, მაგრამ ჩვენაზეც დაგვიძახეს და ჩავედით 4 დღის მანძილზე გრძელდებოდა 4 დღის მანძილზე მხოლოდ რეგი ისმოდა და 40 ქვეყანა მონაწილეობდა. ვახალხი არ ვიცი ტევადობა რა ვთქვა. თითქმის აღარ არის ეგეთი ისენაი და ფესტივალები რაც იყო, აი ლაფაუზა რაღაც არის შერეული სტილისტიკის კი. და აი ამან ჩვენს გაგვაკვირვა რა რომ აი ამდენი ხალხი კი და მე ძალიან წარმოედგინეთ ახლა რომ ყველანი გაგების არის რა ესეთი პირდაპირ მარტო ის ფერებია. საინტერესო სულ ყველა იღიმის სულ ყველა არავინ მივხვდი რაღაცა დაჭიმულობის თუ დაძაბულობის ნატამალი არ იგზნო. ნუ წესრიგი უმაღლესი დონის, როცა ესეთ რაღაცებს რისკავენ რომ ამდენი ათასობით ხალხი და რაღაც ასოცირება ვთქვათ რომ ეს ფხიზელი ფესტივალია თუ არა, ძალიან ფხიზელი ფესტივალია პირიქით, იმიტომ რომ იმას არ სჭირდება დამძიმება. ხო, ის თვითონვე ესეთი გონია რომ ყველა ფესტივალი ფხიზელი უნდა კულტურაც ეგეთია და მუსიკა წარმომიდგენია რომ სხვანაირად მოისურვოს. დღერო ფესტივალი იკვრება, ესე იგი იქ არის ძალიან დიდი მშვიდობა, რა ნუ რო დავფიქრდეთ. ბავშვების ზონა ცალკე, მშობლების ზონა, მიხდიან არამწეველთა ზონა. და რაღაცა სიკეთესთან ასოცირდება რეგის კულტურა, აი აგრესიული რეგის ის არ მინახავს. იმიტომ რომ მაგას ღაღადებს პირდაპირ გეუბნება რომ ის კი, აი ომის წინააღმდეგია, დანარჩენი ყველაფერი რა, რომ და სამახსოვრებელი კონცერტი რა იყო ისეთი ლაივი, აი ყველაზე რაც ხალხი მღეროდა ან თუნდაც სხვანაირი ემოცია მოდიოდა. ეგეთი ლაივი იყო რა. იცი რატო ვერ რომ ეს მუსიკა თვითონ საკუთარ თავზე ნაკლებად, მაგრამ ისეთია, მით უმეტეს თუ ერთხელ მოსმენელია, სულ ეგ ხდება. ანუ რო იწყებ ხო და ვერ გამოყოფ რა, სადაც ბევრმა იმღერა მთლიან მე შემიძლია გავუსვენო, სად არ გვამღერეს. ანუ რო დავიწყეთ და აზრი არ აქვს შენ სიმღერას და დაამთავრდა თავიდან ბოლომდე თვითონ ისტრები. ლამაზად ჩავიდა. დიდი მადლობა. ძალიან კაი, ბევრი ვოკალისტი ყავდა ჯგუფს, ხო ესე გამოვიდა. ძალიან მაგარია. და დარბაზი რო ხო, ამ შემთხვევაში ცოტა ზედმეტადაც იგრძნობ თავს, რომ გინდა რომ შენც იქ იდგე და ერთხელ გამოგვივიდა ეგ რომ მეც სულ მაინტერესებს ქვემოდან როგორ და ესე შეუერთდები თქვა. ესეც ადგენის ნაწილებია და იმ სითბოების. სადაც უამრავი ხალხი ხო ერთი განწყობით ეგეთი ემოცია არ ვიცი რამეს თუ მოაქვს ბევრი ხალხი რომ შენ სიმღერას ხერის ალბათ კი ალბათ ეგ ყველაზე ბედნიერი ალბათ ყველაზე მაგარი ემოცია რაც შეიძლება იყოს რა ბევრი კონცერტი გაქვს ძალიან ჩატარებული მე როგორც იცი ან 2008 წლის ვენდისთვის იმაზე მეტი ვიდრე რაღაცა რიცხვზე არის საუბარი 1000-მდეო ესე ვიცი 1000 ლაივი ნეტავინდა თვალა ხო ანუ ესე იყო კი სავარაუდო იმით იქნება 1000-მდე ანუ 1000 ზუსტად არ წერა 1017 ან რამე არა ხო თან რაღაცა 1000-მდე რა და რომ მოგზალებული იყოს მაგრამ ის თulis ალბათ იმანიც ის კი ძალიან ბევრი არა ძალიან დიდი რიცხვი 1000 ლაივი ანუ რაღაცნაირი გამოგვივიდა მაგრამ ნუ ნაკლებიც არ იქნება რაღაც თლად დიდი ციფრებით ნაკლები ტურები გააქვთ საქართველოს რეგიონებში. თბილისში გასაგებია რომ გაცილებით მეტი სცენაა და საშუალება და დასავლეთში როგორ ხდება მან. აი ზუსტად ჩვენი ჯგუფის რაღაცა მთლიანობის მუღამი არის ის რომ ვინც ვერ მოდის პირიქით იმასთან მისვლა, რატომღაც ჩვენი
არაწუნია მდგომარეობა, ესე ვთქვათ, სად არ ყოფილვარ. და ცოტა სახელიც გავალდებულებთ მაგას. ეს ხო, იმას სანამუცაგნი რომ ეს რეგიონი ჩართული რეგიონი რო რეგიონში არ ჩახვალ და არ იბათ უხა აი რეგიონი ჩამოვიდა რეგიონში. ეს ბევრი კომბინაციაც ასოციაცია შეიძლება რომ კონდეს და მაგიტო. მართლა ბედნიერები ვართ თողოთ იმით, რაც ხდება ამ დროს შეხებაში მათთან. ეს არის ყველაზე ნატურალური მდგომარეობა. ამ მუსიკისაც და იმ ხალხისაც, ვინც დაგიძახა და მიხვედა. ნუ ისეთი სიტყვა ტრიალდება, ისეთი აურა იქნება, რომ შეიძლება ტექნიკას უკანა პლანზე გაიწიოს, ყველა ფერმა გაიწიოს, ოღონდ ეს ურთიერთობა შედგეს. არაერთხელ ყოფილა, აი მაღალმთიანებში მით უმეტეს. სად იყო ყველაზე მაღალმთიანში? სად არ ყოფილა? დაჭაშიც იყავით, მე მგონი, ხო, სვანეთში. ძალიან ცოტა ერთხელ ვართ მგონი რა, ნამყოფი და ყოველ წელს რეკავდნენ და აი გეგმავდნენ და ვიძახდით რომ ალბათ რაჭულად თუ ითulis 10 წლის მერე უწერს თუ რაღაცა დიდი სიყვარული. ძირითადად სად გიწევთ ხოლმე? კეთ მე ვიცი რომ გურიიდან ხარ. დედა გურიიდან, დედულეთია ჩემი, იქ მაგ ჩემი ნავსაყუდელიც გომის მთაზე და იქით გოძერ ყველა არ დადეგები იქით მაქვს გატარებული და მე ხვდები დაახლოებით პატივისცემას და სიყვარულს მიმდინარეობის მიმართ და გასაგებია ყველაფერი. მაგრამ აი მაინტერესებს სხვა ჟანრში თუ მოგისინჯავს ძალები ან თუ გეგმა შენ ძალიან საინტერესო იქნება მაგალითად თქვენი შესრულებით საერთოდ სხვა მიმართულება თუ გქონია მაგის მცდელობა. არ ვიცი, შეიძლება ყოფილა კიდეც და ვერც მიმხვდარვარ რომ ეგ რამდენად ახლო უნდა იყოს კი, არა მაგაშიც არ ვაჩარჩოვებ რაღაცა იმ ფიქს, მაგრამ მაინც ეს ანუ და მივხვდით რომ ისე იმღერებ თუ ასე მაინც ეს კაცი აქ მიდის, აქ მიყავს. თორე ნუ ისეთი რაღაცა ქალაქური ბალადაც ავთოსიმღერა ნუ ძალიან გვიყვარს გიორგობისთვის და იმიტომაც ვთხოვეთ მის წინვალედას რომ შეიძლება მიმღეროთ, შეიძლება ესეთი რაღაცა ძალიან ტკბილი ურთიერთობებით ჩავწერეთ ეს. მე და აჩიკომ ჩავწერეთ, სხვათა შორის ეხა ის დაუკრავთ შემდეგ. ის ვერსია და ნუ ის ხომ ეხა ხო არ იტყვი რომ ის რეგეა, ნუ ესე არც თულა აქ იმის და არც თქვა რაღაც. მაგრამ ნამღერი მაინც ესე გამოდის რა. არც არ გამოურიცხავ, როგორც მიდის. ანუ ლაით მოტივად ეს რეგი მაინც მიყვება. კი, იმიტომ რომ მე არ ვარ მომღერალი, რომ ვეძებოს რაღაც ჩემი თავი როლებში პირიქით როლების გამანაწილებელი პროფესია მაქვს, რეჟისორი კაცი ვარ და მოკლედ პირიქით ის გაშლა უფრო სხვანაირად მიმაჩნია რომ არტისტს მოვარგოთ სხვადასხვა როლები. ჩვენ რაღაცა ჩვენ პრიზმაში ვართ, რომლიდანაც ვიყურებით და მაინც ესეთი გამოდის, როგორც გამოდის. თანამედროვე რეგიში რა ხდება არის რამე არიან თანამედროვე რეგიას. მე სიმართლე გითხრა ამ ჟანრს ესე ვერ მიყვები, ანუ დემიენ მარლის ვიცი მხოლოდ ისე უნივერსალური საკმარისია მე მგონი ხო? და აი მისი ხაზები ხა წარმოგიდგენთ რამდენნაირი იქნება რეპთან ახლოს. დანსჰოლთან ახლოს, საერთოდ აი ტექნოსთან, სხვადასხვა მონოლოგური ტიპის მუსიკა რო ძალიან ნაკლებად არის და სულ მონოლოგია ესეთი. უამრავი რამ ხდება, უამრავნაირად. მისი დედმამიშვილებიც ძალიან აქტიურად არიან. ყველა, თან იმდენი არიან რომ ეს გვარის ის არის რა, რომ ყველა უნდა მღეროდეს. რო ვერ მღეროდეს, მაინც უნდა მღეროდეს. და ძალიან ტემბრალურად საშილად გვანან მამას, საშილად. აი რაღაც მომენტებში და ყველა ძალიან კარგად გამოძის, რომ იმდენად ორგანულია მათთვის, რომ ხო რა. ოჯახის მუსიკაა პირდაპირ. რაღაც ისე დარჩა მაინც რეგი რა, თითქოს ვერ მოხდა ამ გრემი და რაღაც ხო ხდება, აი მაგ რაღაცეებში. მაინც უფრო რაღაც სუბკულტურა დარჩა ვიდრე მუსიკალური ჟანრი რა. რეგი არ არის მარტო ეგ რაღაც ტემბრი, რომელთაც უკრავენ. ბევრი რაღაცას შეიცავს და ჰიპ-ჰოპის ვარიანტი, ანუ ჰიპ-ჰოპი არ არის მხოლოდ რა თქმა უნდა ერთი. ხო, ძალიან დიდი გაშლა რა და რა როგორ ფიქრობ, რატო ვერ მოხდა ამ მასალამ? არ ვიცი, ეს არის კარებს თუ ისინი არის, ანუ არ ჭირდებათ, ვერ გეტყვი, მაგრამ ფაქტია რომ სოფლიოში ყველაზე ბევრი ფესტივალი არის რეგე ფესტივალი და ყველაზე ბევრი ხალხი დადის ამ ფესტივალებში. აი ეს ხო ეხლა პარადოქსი. ეხლავე შეგვიძლია რომ YouTube-ის მეშვეობით უბრალოდ ჩახედო რა ხდება და ვთქვათ რა ხდება მერე Tomorrowland-ზე, რომელიც ხო ამხელა მონსტრია, ხო, აი ამხელა შესაძლებელი. ის არ არის მაგხელა შესაძლებლობების, მაგრამ ტევადობებს თუ გავხედავთ და ასაკს დასწრების. ესე არა აქვს ასაკი. ეს კიდე რამდენს წვიტავს, ხო, რომ ამხელა
110 წლის ღმერთმა დიდხანსაწყობოს ყველა იქ არის რა ანუ ეს ბედნიერება ვისაც ევასება პირდაპირ ვთქვათ არაც უხებს რაღაც ჩაუბნელი ფიქრები ყველა იქ არის მე მგონი ეგ არის ეგ არის გასაღები ეგ არის გასაღები რა ეგეთი მარტივი თუ არის ჩემ მენტალურ ჯანმრთელობას ხო არ უბიძგო რომ რეგისკენ წავიდეს შორის სამკურნალოც არის კი დროა მეც მიკვირს ეგ და რატომღაც ხან უხერხულად რომ ვიღაც ბევრად მაგარი მუსიკოსები არიან ბევრად მაგარი შემსრულებლები მთელი ცხოვრება იმას დაახარჯეს ამაზე წუთნას ვარჯის რეპეტიციებს ხო და გულის ხო პროფესიულ ვარცხნას ხო კი და რა თქმა უნდა უდიდესი პატივისცემა მათ პირიქით ეს მათი ხელობა და ჩვენი სამეგობრო წრე ხშირად საუბრობთ ეხა გულიდან ვიტყვი თუ მე მგონი არ ჩამქოლავენ მაგრამ მაინც ესე იგი ამ მუსიკის შეფასება რო ვთქვათ მუსიკას მაგარს აი რაღაცა საინტერესოს უკრავენ ხოლმე შემოგთავაზებენ არა მუსიკოსები ანუ ვინც მუსიკოსი არ არის რატომღაც ისეთ სამყაროიან ფორმას გვთავაზობენ ამ თავისი მუსიკით ყველამ რომ მიხვდეს მოდი მარტივად ვთქვათ ვინ არიან ჩარჩოსგან არის ყველანაირი ჩარჩოსგან არის აშკარად და იმას პასუხისმგებლობა იმდენად დიდი აქვს ამ საქმეში დგომს რომ პედანტურად რომ გაყვება მიიღებს იმას რაც იქ წერია ხო რაც დაადგინა შემოქმედებით არის პერფექციონიზმი არის უდიდესი ნაწილი მაგ და წეგან რო ვახსენეთ ნუ პინკ ფლოიდები ყველაზე დიდი ჩემთვის არქიტექტორები არიან ხო პროფესიით და მუსიკასაც როგორ ემჩნევა ნუ შოუს გინდა თუ მიდგომას ქავერი აიღე ნებისმიერი ხო ესე იგი ეს არის არქიტექტორების მუსიკა ეს ვიგულისხმე რა რომ რაოდენ საინტერესოა სხვა პროფესიის ადამიანი მუსიკის საშუალებით რო ყვება ესენი ყვებიან ხო მუსიკოსი მუსიკას აკეთებს რა თქმა უნდა მისი ხელობაა ჩვენთან არიან სხვა რეგის არტისტები მე მგონი არიან აი იმებს ხედავ თანდათან ახალ თაობაში და ისეთ გულშემატკივრობ რომ აი საიდან მივუმეგობრდე თუ თან ისე რო არა რომ თითქოს ჩემით დაინტერესდა თუ უნდა წამიყვანო არაფერი მსგავსი მეტა ვიყოთ ასნი და რაც ბევრი უფრო და უფრო გაიშვებს ეს მუსიკაც რა ძალიან საინტერესო ეს პატარები საიდან ანუ ეხლანდელი თაობა საიდან იღებს არა იგებს ადვილია გაგება მაგრამ რამდენად მიესადაგება ეხლანდელი თაობის აი ეს არის საინტერესო რომ მოსწონს ეთყობა მშვიდობა მოსწონს რა მიხდი და იქით ხო ანუ მაგას ვაფრო ალბათ კულტურიდან გადმოქართულებული ვერსიაც თავის საქმეს აკეთებს იმიტომ რომ უფრო მარტივად წასაკითხია მე ეგ მუსიკა ხო და ნუ პოპულარიზაციას ალბათ დედანსაც უკეთებს შემდეგ იქით რომ გაიხედოს და თან ეხა ენის პრობლემა ამ ახალ თაობას საერთოდ აღარ აქვს ეს შეიძლება ჩვენში ვიტრიალოთ რომ არ იყო ამ ხელსაშუალებები და მაინც ვიწროში ხედავდით და ეს მაინც მგონია რომ ეგ ეხმარება უფრო დაუახლოვდნენ რა მიმართულებას იმიტომ რომ მე არ ვიცი გამეორდები მოკლედ მუსიკალური რედაქტორი ვარ და მაგით სტატისტიკები მაქვს ჩემი პირადი რა შედგენილი და თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, ვისაც ითხოვენ ობიექტები, რომ გაჟღერდეს, ხო და მაგით ხვდები ხოლმე, რა მოწონთ საქართველოში რა. შენით მე ვიმოტივული თივა როგორი თიბება მაგთმის ფერი ხელთათ მანი მე მომიქსო ვერა იქნება გამატანე მე მაღლამდებში სადაც თოვლი აღარ ამატნება რომ შემეძლოს შენი თბილი მე მოგონებებით აღელვება
მაქვს მაღლამზეში უზენაეს ვეთრფინებას როგორც შიტებს მეც თბილ ქვეყნებში მინდა სახლში დაბრუნება შენი თმებია მოტივული რთული ნახე თივა როგორ ითიბება მაგ თმისაგან ხელთა თმანი მე მომიქსო ვერა იქნება ისევ მინდა მოხვიდე ისევ მინდა ხედავდე ისევ მინდა ვისუნთქო ისევ აღარ წახვიდე ისევ მინდა აქ იყო ისევ მინდა ვისუნთქო აი ერთად ყოფნა რა კაია აი ერთად ყოფნა მართლა გაია აბარა გაია აბარა No woman, no cry. რუსთავს როგორი მუსიკოსები გამოუზრდია ხედა? არ გაეპარება ერთმანეთი ვარიანტი არ არის. არ ვიციე, არავინ არ იტყვის არავიზე. ყველაფერი იცის ხო? ცალკე ფესტივალი შეგიძლიათ რუსთავის. გვაქვს რუსთავული ფესტივალიც გაჩნდა ოქსიგენი ქვია და მე-5 წელი იქნება ახლა. მართლა? უკვე ყველამ დაუკრა ვინც არა რას ამბობთ რუსთაველების დღეა მაგრამ იქ უკვე იყო ყველა ლოკაცია ამას პი პარკშია ნულამაზეს აი ყოფილა მე ვამბობდი რომ მაგ პარკში როგორ არის ფესტივალი ხელა პოტენციალი აქვს რომ იყოს უკვე ორია მარტო ერთი ქორეოგრაფიული ფესტივალი აქვს ქალაქს ქართული ქვია მარტო ცეკვაა და ცეკვავს მთელი საქართველო და ეხლა უკვე დაამატეს ახლო ქვეყნები საერთაშორისო იმან რომ აიწიოს level-მა და ჩვენი უფრო ადრე დაიწყო 5 წელია მიდის რა მე 5 წელია მიდის და ისიც ქართულად დაიწყო თანდათან მე უკვე აფრიკელი მუსიკოსი ყავდა მადაგასკარელი შემდეგ ის იყო აქვია ამკოლინიო ეგ ჯგუფი აუთლენდის რაღაც ნელ-ნელა უკვე ისინიც ემატებოდა ქართველები ყველა შეუძლია რომ უმასპინძლოს ყველას ისეთი პარკია რა აი გონია რომ მაგისთვის არის რა რომ მანდ ჩატარდეს ფესტივალი ბლომად ლაივებია ბოლო დროს მახსოვს Chemical Brothers-ი იყო ხო World-ები რა. დიახ, ეხა მობი ჩამოდის. კი, ეხა მობი ჩამოდის. კიდე არის ვიღაცები, ეხა ვერ ვიხსენებ, მაგრამ მახსოვს მე ვარ Fatboy Slim-ზე ნაკოპი. აი Fatboy Slim, Chemical Brothers-ი შეიძლება ამერე. ძალიან კაი იყო ხო. აი როგორი ქალაქია ხედავ როგორი. ხო, მადლობა რუსთავს. არა, მართლა ძალიან მუსიკალური ქალაქია რა და თან ესე ახლოს არის მაინც თბილისის ნაწილია რა ფაქტიურად რა და ეს ძალიან მაგარია იმისთვის რომ აი ჩვენთან პარკში იმისთვის მოხვიდეთ რომ არცაც ოფში მოხვდეთ თქვა მაგრათაც დაისვენო 7 კილომეტრი ფეხითია რომ ტყეში იყო მოკლედ ისე მოусმინო რომ არ დაიღალო და ნუ ყველაფერი გააკეთეს. ისეთია კარგი საფესტივალო. კი, აი ზუსტად რუსთავში მგონია რომ ოაზისივით არის რა. ყველანაირად გამართული ინფრასტრუქტურით და ძალიან კარგი პარკია. და დიდი ფესტივალია. აი მაკეტს რუსთავი ოპენი არის რა. ხო, აი მაკეტ ვქანაობთ რომ მეგობრები ვარ ყველა ფესტივალში და აკეთ იქით უკვე ჩვენ გვინდა რომ ადგილი იყოს საინტერესო და მარტო ეს ფესტივალი კი არა, საფესტივალო სივრცე დავარქვით. ესე იგი შეგიძლიათ ნებისმიერი საინტერესო რაც იმ ადგილს არის რომ ვერ მიიღებს ისეთი მიმართულებაც. ხო, ეხლა ჩვენთან დრაგ ფესტივალი ტყეში და ციხესიმაგრეს და არ გამოვა პირდაპირ. ისეთი ტექნო მომისმენია მაგრამ. კი, ოღონდ აი დღეც და ისეთი კარგი ტექნო მომისმენია. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ ვერ ვუსმენ, აი მანდ ზუსტად ამ ბუნწიახში აი ისეთი კარგი იყო, რომ მივხვდი რომ ყველაფერს და ყველას დაიტევს. და რაღაც მუღამი ხო არის სხვა, აი წვალებში სხვა ქალაქში ძალიან ახლო არის, მაგრამ სხვა ქალაქში რომ მიდიხარ
ფესტივალზე მეგობრებთან ერთად. სხვა არის როცა სახლიდან გამოხვალ და გასვლითი. აი აქედან სახლიდან გამოვალ და იმაზე ლეხანოზე ჩავალ. ან დოლიძეზე არ ჩადიხარ. ეგეთი და მიდიხარ სხვა ქალაქში. შეიძლება რაღაცა ვენი დაითრიო და მაინც იმითი და უფრო უღამი მოაქრა სხვა ქალაქში. თუ თქვენ ხელთ გეწიფებათ მაგ ყველაფრის კიდე უფრო გამრავალფეროვნება გაორგანიზება ჩავიდეთ ისე რომ ყველაფერი გაიგოს და შეგვიძლია დავირაზმოთ და თქვენც სიამოვნებით. ერთი ეპიზოდი გავაკეთოთ. ის ხვდებით ფესტივალის ფესტივალი. ჩვენი ფესტივალია პირდაპირ ერთმანეთს უნდა დაურეკოთ რომ ეგ მოხდეს. ვა, რა მაგარია. ძალიან კაი. მივესალმები დიდათ. სამსახიობო ამბებს და თეატრს მინდა რა ცოტათი სარეჟისორო მსახიობი არ ახარ რეჟისორი ხარ. წესით ყველას ქვია არტისტი. არტისტი არის არტში მყოფი ადამიანი, ხელოვნებას. ის კიდევაც ითამაშებს, შეიძლება დახატოს კიდეს, დაწეროს, დაუყრას. ეგ არ უნდა გაგვიკვირდეს ვისგან რა წამოვა. პროფესიით და ხელობით კი ბატონო, გამიჯნა სადაც აი რომ აი განმათებელია, აი რადისტია ვთქვათ და აი ეს რეჟისორია, ეს მსახიობია. ეს სცენის მემანქანია ვთქვათ, იმის გარეშე არაფერი არ გამოვა, ხო? და რა ხდება ეხლა თქვენს მაგ მიმართულებაში? მშვიდობა. 20 წელია დაახლოებით, ხო, ვარ ბოლნიში. კი, ეს ბოლნისის სახალხო თეატრში ძალიან მიყვარს. სახალხო თეატრი არის თავისუფალი, იმ ხრივ რომ იქ არიან პროფესიონალებიც და მოყვარულებიც. სახალხო მაგიტომ არის. ესენი რომ გვერდ-გვერდ არიან, ნუ ისეთი შემავსებელი ხდება ამის ნატურალიზმი, იმის პროფესიონალიზმი და რამდენად პოპულარულია ეხა და როგორი დასწრება ასე რომ ვთქვა, თეატრი პოპულარულია, ხო? კი. კიდე სხვა არის მაინც ბოლნისი რეგიონში როგორი მდგომარეობა თეატრის ხრი რა, იმიტომ რომ აქ მეტნაკლებად ეხლა თეატრის კულტურა ძალიან წამოვიდა ბოლნისში. ხო ხედავთ. თბილისში ეხლა გასაგებია. არ არის ვერიშო, უბრალოდ ვერიშოვი თუ და თან არც ისე იაფი არის ჩვენი სტანდარტებით ეგ ყველაფერი და ბოლნისში როგორ არის ეგ ამბავი? ბოლნისურად. ეხლა ვიაგებს როგორ რა. დაგჭირდება მაგის განმარტება. ეს არის შეკრების ქალაქში ერთადერთი ადგილი. ერთ-ერთი და ერთადერთი ამავდროულად. სადიკრიბება ხალხი ან თეატრის შენობაში, ან სტადიონს. ანუ ეს ღმერთით მალე დაუბრუნდეს კინო და ის მესამეც გაჩნდება. ამ წუთას ამ ყველა ფუნქციას ერთი ის ითავსებს, ხო? კულტურის სახლიც თეატრშია და ერთმანეთშია ყველაფერი რა და ესე იგი დასწრებაზე არ არის საუბარი, გულისწყეტაზეა პირველ დღეს თუ ვერ მოხდა. ის 3 დღე ხომ მიდის პრემიერა და არც ფულზეა საუბარი, არც ყველაფერი რიგზეა. შეიძლება ძალიან ახლობელმა გისაყვედუროს, რომ პირველ დღეს უნდა და მოხდა. ესეც დიდი ბედნიერება, ეგ საყვედურები ისე სიამოვნებს, ან მაგითი ცხოვრობთ რა. რატო ვერ მოხდი პირველ დღეს და რატო არ ვიჯექი იმ სკამზე რომ მიყვარს თქვა და მუშაობს აქტიურად დგას თავის როგორ ვთქვა ფაზაში, რომ რაიონული თეატრების ბედი კიდე სხვანაირად საინტერესოა და ეხა ერთ-ერთი ფლაგმანობა გვინდა იმ ხრივ წამოვიღოთ, რომ მაგალითები აი სხვა რაიონებთან დამეგობრების თბილისში თავმოყრის შემდეგ და თბილისიდან კიდე ანუ თბილისურიც მიგვაქვს იქით და გვინდა რომ ისიც წამოვიღოთ აქეთ, რომ აი ეს ბალანსები თუ მოხდა მეტი პოპულარიზაცია ექნება თვითონ სფეროს რა თქმა უნდა და სულ თქვა რაიონულ თეატრებს, რაც წყალივით სჭირდებათ რა. ისეთ კაი რაღაცებს ნახავთ როგორ. ხო, არა, გონია რომ მოძრავი უნდა იყოს. გასვლითი ისენი არის თუ ჯერ მხოლოდ ბოლნისში? არა, მას ისტორიაც აქვს, ჩემამდეც გასულა და ერთ-ერთაც გავსულ ვართ და აქვს ეს წიაღსვლები თავისი 80 წლის თეატრია რა. ეხლა რამდენიმე წლის წინ გაიხსნა ვარსკვლავი თეატრის თვითონ. რო 80 წლის არის და ბევრი აქვს მოსწრებული, თან გერმანული ქალაქია ის. გერმანელების აშენებული ის კულტურა ყველაფერი იგზნობა და მათი ურთიერთობებიც მათაც აქვს სურვილი აქეთ თამაშის, აქედან იქით წაღების და ასე შემდეგ. უამრავი რამ არის იქ მომხდარი და კიდე მოხდება. რა მაგარია რომ რეგიონებში აი კიდე რაღაც რეგიონებზე ითქვა თუ არ ვცდები ოზურგეთზე იყო ოზურგეთს ხო ოზურგეთის თეატრი ხო კიდე ცალკე თემაა მაგარი რა ანუ ისეთი ყველას ვუსურვებ მასეთ ყველაფერი მართლა ისეთი თეატრი დადგა რომ აი რეგიონებში სანიშნელა მართლა როგორც ახსენე ორი ამბავია მხოლოდ
სტადიონი სადაც სადაც ვიკრიბებით ეს რეალობა თეატრი რა და კონცერტი როცა ქუჩაში ვთქვათ ახალი წელი ქალაქობა 26 მაისი ეს აუცილებელი მაგრამ ამით ხო ვერ ვიცოცხლებთ 4 ჯერ შეხვედრით წელიწადში ესე იგი სულ ვეძებთ ხო ყოველ შაბათ-კვირას რაღაც ერთმანეთს ვნახოთ თუ კი ძალიან მაგარია ფეხბურთთან როგორ ხარ გიყვარს ფეხბურთი მაგრად ხო როგორ გაუხარდა? ფეხბურთი კაია. ბოლნისი როგორ გიყვარდეს რაღაცა გონია. ბოლნისში სიონი კი, ჰიმნიც დანაწერი მაქვს. აი, რუსთავს ცოტა ვერ აქვს კარგად. ეხლა დაუბრუნდით უმაღლეს ლიგაში, ეხლა. და დიდი იმედები. რაღაცა, ანუ რუსთავი როგორც უნდა იყოს, ისე არ არის ხა. წინა აქვს. წინა აქვს. აი, უღერეთ ერთი და კი, აუცილებლად ის რას ლაპარაკობთ. ეხლა ბედნიერები ვართ რომ ამოვედით იქ სადაც უნდა ყოფილიყავით ისე და. ყველა ქალაქს საკლია ეგ რაღაცა საფეხბურთო და საკონცერტო ჟრიამული რა და ეგორი რაღაცა თუ გაქვს უკვე რაღაც შეიძლება რომ სადღაც წახვიდე ვიკენდზე ისე გონია რომ ხალხი თავებს მაგას და ხო რა თქმა უნდა გონია რომ ნელ-ნელა გაჩნდება კიდევ ეგ სულის კვეთება რა და ეგი და ფეხბურთი ეხა ეგეც ერთი და იგივეა კი ბობ მარლიც დიდი გულშემატკივარი კი და კარგი მოთამაშე არა მარტო გულშემატკივარი იქ ფილმში ერთი სცენა პერსონაჟი ქართულად რომ გამოვიდა ხვდა ბედნიერება წილად რომ მე გამეხმოვანებინა რა და იქ არის ერთი სცენა თავის შვილს ეუბნეო ნახე როგორი გოლი გავიტანეო პელესას ხოჯობდაო ანუ ისინიც მეგობრები რაღაც მე პელეს პრეტენზია აქვს რომ იმაზე მაგარი გოლი ანუ ყოველ დღე თამაშობდნენ რა როგორც ისტორია გვიყვება ძალიან ეს კიდე ბურთის გაგორება ანუ შეიძლება იმათ ჩაითვალოს გამარჯვების თქმას რა ხო არ ხარ ნამყოფი ამაიკაში სამწუხაროდ არა სამწუხაროდ არა იმასაკში როცა მაგისთვის სულ მზად ხარ რომ თვე დაიკარგო თუ რაღაც მივედით ახლოს ანუ ამერიკას გულისხმობ და მოუბრუნდით რომ იცი ზაფხულში აჯობებს თუ სითბოში თუ რაღაც მაგ დაგვარი მაგრამ კიდე ცალკე ის არის რა გონია რომ მაგ კერა უნდა ხო ყველას ის არის სახლი ძალიან ლეგენდარული ადგილი ტურისტები თან ამით საშუალებებით ყველაფერი ნანახი გაქვს უფრო გინდება თან გონია რომ ნანახი გაქვს ეგ მომენტიც არის. მაგრამ თან შიგნითაც გინდა შესვლა იმ სახლში. ეხლა სიბერის სასახლეში უკეთესი. მუზეუმი არის ეხლა ბომარლის ხო. და ვიზიტორები ყოლიან ნუ რაღაცა εν რაოდენობით და რა თქმა უნდა იამაიკა ჯერისად ძალიან ტურისტული ქვეყანაა და ეგ მაგის ნახვის გარეშე ალბათ არავინ არ მოდის იქედან. არ მგონია რომ ეგ დატოვონ ხო. მგონია რომ ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. რა თქმა უნდა. ერთი ტური გინდათ საინტერესო იქნება. ძალიან მაგარი იქნება. ქართული ბენდი რო ჩადის იამაიკაში რეგით. და საინტერესო ხალხი შეიკრიბება იქ რა. თანამედროვე მუსიკაში რა ხდება, რას უსმენთ? ბევრს უსმენთ სხვათა შორის და რაღაცა გახარებულიც ვარ რომ ამ ბოლო წლების მანძილზე მიგნებებს აქვს ადგილი ტექნოლოგიურ მიგნებებს რაღაცები რა თქმა უნდა შეათი შემთხვევა როცა მუსიკოსები ვინც ყავდა სტუმრად ყველა იძახს რომ რადგან მუსიკაში ვარ უფრო ნაკლებს და ნაკლებს უსმენო იმიტომ რომ ძირითადად მუსიკა საკეთებ მე რაღაცას უსმენ მაგრამ უფრო ამოჩემებული ვარიანტები გვაქვს რა უმეტესი სტატისტიკა ესეთი არის რა იყვნენ სტუმრები რომლებსაც რა თქმა უნდა თხრიან რაღაცეებს და კარგო ასაც აგნებენ მაგრამ თუ მაგის რესურსი გაქვს რომ კიდევ ახალი ეძებო მაგაზე დიდი ბედნიერება კი არა და ძალიან საინტერესოა თან ესე შეიძლება მეგობრებს ეს ჩამოვრჩეთ შეიძლება ისეთ რაღაცეებს რაც არ უნდა ჩამოვიდეთ. არა, ხო, იმიტომ რომ იქ ხდება წინ და წინ მიდის, ველი ფართოვდება. არა, ძალიან სწრაფად მიდის თან. რატო ეხლა მეც აი როგორ 10-15 წლით უმცროს კოლეგას რო გაბარიტები აქვს ეხლა გაშლილი და რაღაცა 100 მიმღებით რო აზროვნებს რა და იმასთან ერთად რაღაცის შექმნაზე ხა ისე ხო არ უნდა დაუწყოთ რომ შენ და ჩემს იმაზე ჩამოდი უკან წამოდი ხო და ყური მგონია რომ დაღლილია ყველა მუსიკოსის არ ვიცი რა შეიძლება კი არა არის ხოლმე და მაგიტომ ეგ სტატისტიკა მაგით არა პირიქით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებს სხვადასხვა ჯგუფების მოსმენით და სიახლეებით და რა აღმოაჩინა ისე რომ შეგილია ჩართო ხო აი ხო ისე ტრადიციული კითხვა მინდოდა და მე ლოგიკურად მივადექით მაგას მოდი ყველაზე მნიშვნელოვანი ვთქვათ მაშინ აღმოჩენ თქვათ რა ხივლავს ხო ნებისმიერი სამი შეგიძლიათ დაასახელო ან არტისტი ან კონკრეტული ტრეკი ან ალბომი აი რა იყო და უფრო მიდგომას ვიტყვი მიდგომა უფრო მაგარი იქნება რომ ესე იგი ძალიან მაგრად დამეგობრდნენ კლასიკური მუსიკა და
ყველა დანარჩენი თუ როგორ უნდა სტილს სარგულისხმობ რა. ეს იქნება სუმთლად ახალი არა ქვეყნიური ენის ტექსტის რო ვერ გებულობ რა ხდება თუ ზოგი ხო უყურებს ამას რომ ვერაფერი ვერ გავიგერას ლაპარაკობს ჩვენი ჯგუფებიც არის ესეთ ქართული ჯგუფები რომ რა თქვა არ მესმის და მაგრამ ხვდები რომ რაღაცა იმ ჟღერადობებით თუ იმ სათამაშოებით თუ უცებ უერთდებით ამ დიდ მასშტაბურ დადგენილ პედანტურ ხო და მე ეგ მხიბლავს რომ კარები აღარ არის დაკეტილი იცი რა ეს სხვა არის მე სხვა ვარ თუ პირიქით ძალიან თავისუფლად შეიძლება ერთმანეთში შესვლა აი ეს მომწონს ყველაზე მეტად რაც აღმოვაჩინე რომ არც ხვენია არც ერთს და არც მეორეს რაც არ არის სასერწმო რეგირაში შევიდა ყველაზე ბუნებრივად რომელ ჟანრში რეგი მგონია რომ აი ცალკე ავტონომია ეს უჩარჩო ნახატია ხო რაღაცა თავისთვის არის მე როგორც დავაკვირდი ინტეგრირდა ყველაზე ადვილად ჰიპ-ჰოპთან რეპთან რა რა თქმა უნდა ეს თავშივე ასე იყო და ინსტრუმენტალური თვალსაზრისით თუ შევხედავთ როკის შვილია ჩვეულებრივად ხო და აქეთ მონოლოგები იქ რეპთანაც ჰიპ-ჰოპთანაც ძალიან ბევრ ტრეკს ახლა რაც გამახსენდა დემიენ მარლის აქ ნასთან აქვს კი რაღაცები არის რაც ძალიან დიდ ჰიპ-ჰოპ არტისტებთან ძალიან ადვილად თიბმევა რა და ეგეთი უნივერსალური გამოდგა რა რეგი რომ კი კარგი ენა კაი ფორმატია ფაქტია რომ არაფერში არ ჩაიკეტა და ისეთი ხო არა გაქვს შევა ტოპი რომელიმე რაც ბოლოს ძალიან დაგამახსოვრდა ისეთი რაც შეიძლება გაუზიარო მსმენელს რომ ღირდეს მოსმენად და მაზავს რა ყალებში რო ვთქვათ ეგეთი არის რომ აი ეს არ უნდა გაგემართოს ხო იდეა ჩემი მიზანიც ეგ იყო ჩემი კითხვისა იქნებ ესეთი მაგ დროს ძალიან მერიდება ხოლმე ერთი რაღაცა კონკრეტულის თქმა რომ აი ამას სამი კონკრეტული შეგიძლია თქო აი თუ მოვიდა ისეთი რომ მაგალითები ვთქვა და რაღაცა კი ბატონო არა ეგეთი ვერაფერი აი ხა ზიგი მარლის ახალი ალბომი გამოვიდა ეგ მაქვს ესე იგი ნატრიალები მთელი აი ზიგი მარლის ახალი ალბომი რა ქვია ზიგის ახალი ალბომი არის თუნდაც საერთოდ არ არის ისეთი რომ არ მოხდეს ამ რუბრიკაში ხა ზოგადად რეგის my religion არის წინა და აი ამ ახალს ქვია მე მგონი გზა თავისუფლებისკენ თუ თავისუფალი გზა თუ როგორ იყო road to freedom ალბათ მე მგონი რაღაცა ესე ქვია მოძებნე და ამოაწეპე რომელი წლის არის ახალ მე ახალს ვეძახი ხოლმე 2020-ის რაც გამოვიდა სუახლოვისაც მაგას ნიშნავს თამაშებთან როგორ ხარ? აუ რა კაია თამაშები? აი პატარ-პატარა მუსიკალურ თამაშებთან მაგალითად აქ რო თამაშობენ რაღაცა არა თქმა უნდა არა სნეიქს არ გათამაშებთ სნეიქს არ გათამაშებთ ესეთი პატარა რუბრიკა გვაქვს ხოლმე მუსიკასთან დაკავშირებული თამაშები ამჯერად ჩვენ მოგიწია დარევერსებული ტრეკების სამი დარევერსებული ტრეკი გვაქვს უკუღმა არის და და გამოიცნო. გამოცნობის შემთხვევაში ჩვენი პარტნიორის Q&A-ის ვეგანური პროტეინ ბარები, ბელგიური ესეთი ჯანსაღი. ამის საქმეა რა. ეს კუჩუბილო არის, ხო? გომარლის. ეს მოატრიალე მაინც იგივეა მაგას ვიძახდი ზუსტად რომ მეთქი ამას რომ დაატრიალებ თქო რაღაცები უფრო ხა ბილიჯინი მაგალითად მართლა პირველივე წამს გამიუხდი ბილიჯინი მართლა იგივე იყო და მაგიტო ანუ იქეთაც შემოტრიალებული ისეთი ბითი აქვს რო ხო კარგი მეორე ეს ერთი შენ უკვე აი ხედავ მე დავჯილდო კი რა ხდება? I know. აუ ეს რა, კაი. ეს ფუჯისია, ეს ლორენ ჰილი, ხო? ფუჯისი ლორენ ჰილი იყო. არა, სიმღერის სახელიც გჭირდება. Killing Me Softly არ არის. არა. ულალალა ხო არის? არა. აი ფუჯის. არა. ულალალასა და იმას შორის არის. ერთიც დაგავს, კი. ერთიც დაგავს. ისე ვიგივია. კი, აი, ეხა ჩაგირცავ თუ გინდა. აი, გაიხსენებ ზუსტად მეც. კარგად რომ მოусმენ. ეხა ბოლომდე არ დაგцалდა მოსმენა და ეხა ამიხარდა, იმიტომ რომ ლორენ ჰილი ძალიან მიყვარს. ლორენ ჰილი სულ წიწდებოდი რომ ხედავდი ხოლმე. ერთ-ერთი პირველი ალბომი იყო. ლაივზე ვარ ნამყოფი ლორენ ჰილი. აი, ეხა დააკვირდი შეხედე? No, here I am. ეგ არის. ეგ არის. რა ქვია? It's ready or not. Ready.
your night You can hide. ძალიან Gonna ისეთი find you Იცი რა? and make. კაი, ერთი ცალი დაგვრჩა და ამასაც თუ გამოიცნო, ანუ ორივე გამოიცნო, ხო? ჩაუთვალეთ მეორეც. არა, ის მეორეზე ვიწვალე, მაგრამ არა, ნუ რადგან ავტორი ანუ იმღერა და ავტორი ხო, არა გახსოვდა, უბრალოდ ტექსტი ვერ გაიხსენე და აბა მესამე და სამართალი. Zion Road. ეს არის რომელი მარლეცმა არის? აბა თუ გაიხსენე. Keep on walking. დემიანია კაცო. თუ სტეფანია. თუ ორივეა. Keep on walking. დემიანია. დემიანი და ნას. ო, ვიღა მეორე ძმას ველოდი. მესამე შეგილია. ძალიან დიდი მადლობა, როგორ წვეთ. მადლობა. ძალიან ვისიამოვნე გულწრფელად და უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ დაფასებისთვის, კურსიჯის კიდევ დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად არის და შენ უნდა გადაუხადო მადლობა. QNT-ის ბელგიური საკვები დანამატების ბრენდი, აი, რომელიც აი ლაშამ წაგვართვა 3 ცალი, წაიღებს და ალბათ დააგებოვნებს და მე გვეტყვის რომელი ჯობია? კი, ვეგანურიც არის. და ვინც ვარჯიშობს და ვინც არა მარტო ზოგადად საკვები დანამატი გჭირდებათ ხოლმე ბელგიური აბსოლუტურად safe ვარიანტი არის და იყიდება მხოლოდ ავერსის აფთიაქებში. გამოგვიწერეთ ასევე ჩვენ არანაკლებ მნიშვნელოვანი ამბავი, იმიტომ რომ ხამის გარეშე არ უყურებს ხალხი. და დაალაიქეთ. კი, დაალაიქეთ, გამოგვიწერეთ ყველაფერი ერთად ქენით, რაც შეგიძლიათ რომ ამ ვიდეოზე ქნათ. მადლობა დიდი. მადლობა თქვენ. ძალიან დიდი კარგი მადლობა. თქვენთან და მადლობა ესეთი გახსნელი და ტკბილი საუბრისთვის. ასე, მადლობა.